მინდა რომ გამოგიტყდეთ რაღაცაში. მე არც ერთ ქვეყანაში მსგავსი დამთრგუნველი პრობლემები და ეს არის ნორმა კვიპროსში. ძალიან ვიღლები. ჩემი აზრით ძალიან საჭირო ინფორმაცია გითხარით ახლა და რომ ჩამოვხვალ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. დილა მშვიდობისა მეგობრებო. ეხლა არის 7 საათი 4 შაბათი. და ველოდებით სტუმრებს ჩამოდიან ჩვენთან რამდენიმე წუთში უკვე მოვლენ და მაქამდე სანამ სამსახურს დავიწყებ 9 საათზე მინდა რომ მოვიშორო ერთი საქმე რომელიც ცოტა პრობლემური იყო გუშინ და რადგან დასვენების დღე იყო აღარ გვიმუშავია მოგსაკითხსა და დღეს დილიდან ადრევე უნდა მოვაგვარო ხვალიდან უკვე დაიწყება საინტერესო ვლოგები იმიტომ რომ წავალთ პაფოსში ან აიენაპაზე ჯერ არ გადაგვიწყოთ მაგრამ მანქანას ქირავთ და სადმე აუცილებლად წავალთ და წაგიყვანთ თქვენც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ლამაზ ადგილებს ნახავთ. კიდევ გეტყვით იმას, რომ პარასკევს არის გიოს დაბადების დღე და ვღნიშნოთ ერთად. და მოკლედ მგონია რომ საინტერესო კვირა გამოგვება, ნახევარი კვირა უბრალოდ. აუცილებლად გადავიღებ ვლოგს და იმედი მაქვს რომ კარგი გამოვა. ეხლა გავაგრძელებ, ვიმუშავებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი და ცოტა არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო. წარმოდგენა არ მაქვს საკმაოდ რთულ რაღაცასთან მაქვს ახლა საქმე და იმედია კარგად გავამკლავდები. მორჩი ერთ პრობლემას და გაჩნდა კიდევ სხვა პატარ-პატარა პრობლემები. ცოტა დავიღალე, იმიტომ რომ პირველი საათი ხდება და კიდევ მუშაობ. უკვე ჭამის დრო მიწევს. და თუ გადაცდება რამდენიმე წუთითაც კი არაადეკვატური გავხდები ან ჩამეძინება ან პირიქით რაღაც ძალიან სისულელეებს ვიზამ ჩემთვის შუა დღის კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამიტომ ეხლა გავიკეთებ რამეს სავარაუდოდ მჭადებს გამოვაცხობ და ბადრიჯან შევწვავ იმიტომ რომ ბოლო პერიოდში კარგად დავამუღამე ესეთი კერძი თხელ მჭადის ფირფიტასავით ფორმაზე დავდებ შემწვარ ბადრიჯანს ძალიან წვრილად დაჭრილს და გულსმაცებულს და არის შეფს kis უმაგრესი არის ცადეთ აუცილებლად მარტივი არის თან ეხლა დავამთავრებ რაღაცას და მე უკვე გავალ სამზარეულოში და გაჩვენებთ რას გავაკეთებ უკვე შედეგს გაჩვენებთ გადაღების პროცესის თავი არ მექნება იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად ვარ ძალიან დავიღალე მაგრამ რაც დარჩა ამას შეგახედებთ უგემრიელესია მართლა დილამშვიდობისა მეგობრებო ახლა მეორე დღე არის უკვე ძალიან ვიღლები სახლში ყოფნით ამიტომ გადავწყვეტე დღეს უფრო პროდუქტიული დღე მქონდეს და გამოვედი პოლში ოღონდ იმ პოლში არა რომელიც ჩვენ გვაქვს რაღაც პატარა კოფიშოპი არის ძალიან საყვარელი ბევრჯერ მაქვს უკვე ნაჩვენები თქვენთვის და ალბათ უკვე ჩემო გამომწერებმა იციან ძალიან კარგი ადგილი არის, მაქედან უნდა ვიმუშაო და შუა დღეს ალბათ სახლში ავალ, იმიტომ რომ უნდა გავაკეთოთ ხინკალი, შესვენებაზე რომ ხინკალს ვაკეთებ ძალიან მაგარია. ხვალ უკვე არის გიოს დაბადების დღე, წავალ სადმე რესტორანში, ზუსტად არ ვიცი სად, მაგრამ ავარჩევთ და შაბათ-კვირას უკვე გეგმავთ რომ აიენაპაზე წავიდეთ, მოკლედ ამ კვირის ბოლომდე ძალიან საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ, ამიტომ არ მოგაკლებთ ვლოგებს. ახლა კი წავედით თორე დამაგვიანდა. ახლა გამოვედი ეზოში დავჯექი და მინდა რომ მოგიყვეთ საინტერესო ინფორმაციის შესახებ. ერთ-ერთმა კვლევამ მიიღო ჩემი ყურადღება საფრანგეთის სადაზღვაო კომპანია ინშული 2020 წელს დაადგინა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგი. ახლა ვკითხულობ თან თქვენთან ერთად და კვიპროსში ჩაატარეს ეს კვლევა და დაიკავა მეხუთე ადგილი მსოფლიოში როგორც ყველაზე უსაფრთხო ქვეყანამ. და ეს მართლა იგრძნობა ყოველდღიურად, იმიტომ რომ შემიძლია ქუჩაში რო გავალ კაფეში ან სადმე დავტოვო ლეპტოპი და
მშვიდად ვიყო, იმიტომ რომ ვიცი რომ არავინ არ წაიღებს მაგას, ან არავინ არ შეხედავს ზედ და ამ კვლევის ჩატარების დროს გათვალისწინებული არის რამოდენიმე ფაქტორი, როგორიც არის მაგალითად ბუნებრივი კატასტროფები, ზოგადად კრიმინალის დონე, ტრანსპორტის უსაფრთხოება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ და მოკლედ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. შესაბამისად დაიკავა მეხუთე ადგილი და ძალიან მიხარია. ზოგადად რატომ არის კვიპროსში ცხოვრება უსაფრთხო? მოდი ამაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ რო განვიხილოთ თითოეული მათგანი ბუნებრივი კატასტროფები, მაგალითად კვიპროსში ნაკლებად არის მიწისძვრები ან თუნდაც სტიქიური მოვლენები, იშვიათობა არის. აგრეთვე კრიმინალური დონეც კვიპროსი საკმაოდ დაბალი არის. და ერთ სიტყვით გვთავაზობს ეს კუნძული მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას და ეს არის მართლა ძალიან მაგარი შეგრძნება, იმიტომ რომ მე არც ერთ ქვეყანაში მსგავსი სიმშვიდე არ მქონია. არც ერთ ევროპის ქვეყანაში, თუნდაც საქართველოში თუ მეტეს არასდროს არ ყოფილა სულიერად ესე მშვიდეთ. ამიტომ მინდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის თან ახლა აღმოვაჩინა კვლევის შესახებ და რა ვიცი, იცოდეთ ხალხო, რომ ჩამოვხვალ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მსგავს პატარ-პატარა ფაქტებს გაგეზიარებთ ხოლმე ჩემს ბლოგებში, იმიტომ რომ უფრო ინფორმატიული და საინტერესო იყოს და ვიცი, გამიზიარეთ თქვენი აზრით როგორ მოგეწონებათ და იცოდეთ თუ არა ამ ფაქტის შესახებ, ეგეც მითხარით. აქ მე მგონი გაიხსნა ქართული ბარი, იმიტომ რომ გიგას ბარი ქვია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველის არის. უცბად აფთიაქში შემოვუხვიე ახლა შემთხვევით და 12 евро ღირს ეს ვიშის დეოდორანტი. აქ კიდე ძვირი არის, იმიტომ რომ ცოტა ცენტრალურ ტურისტულ ადგილას არის ეს აფთიაქი. ზოგადად უფრო იაფიც ღირს და ვერ ხვდები რატო არის 5 მაგი და 10 მაგი ფასები ჩვენთან ვერ ვიგებ მართლა. აქ გაიხსნა ახალი მაღაზია. აი ხალხო ნახეთ, ეს არის ნორმა კვიპროსში. დასალაპარაკებლად გაჩერდა და შექმნა საცობი. არ არის პრობლემა. Under Armour-ის მაღაზიაში ნახეთ როგორი ფასდაკლებები არის. 97 евро ღირს ეს ბოტასები. ეს შორტი 34. მაგრამ ამაზე ბევრად იაფი არის, ცოტა თუ გავწდებით და ვიპოვით მაღაზია Step Sports, მაგრამ მე მგონი სახელი შეიცვალა. ხო, დაიკეტა, რა კაი ფასები იყო. დღეს არის იდეალური ამინდი კვიპროსში, აი ძალიან კარგი არის. თავიდან ვიფიქრე 5 რამ ჩამაწვეთქო, მაგრამ მე მივხვდი რომ არც თუ ისე ცუდია. თვალებით შემჭამა ამ ქალბატონმა. რატო უყურს ხალხს ვლოგის გადაღება ვერ ხვდები. აი ესეთი ადგილია. თვითად ბერძნული კერძები აქვთ. ძალიან ორიგინალური ადგილია სხვათა შორის. და მგონია რომ დიდი წვეულებებისთვისაც და ღონისძიებებისთვისაც ძალიან კარგი არის. რას ფიქრობთ? თან კერძებით თუ კარგია? სავიზიტო ბარათით მაინც გამოვართვი. თუ დროს შევცვლით მაგ შემთხვევისთვის და მენიუს აღარ გადავღეთყულა, იმიტომ რომ ინტერნეტში ცდევს და ვინც აპირებთ ჩამოსვლას კვიპროსში და დაგაინტერესებთ ეს ადგილი, შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში მენიუც არის მისამართიც ყველაფერი. ჯერ რეკომენდაციას ვერ გავუწევ, იმიტომ რომ კერძები არ მაქვს გასინჯული, მაგრამ გარემო ნამდვილად ძალიან საინტერესო და ლამაზი იყო. და ნახოთ ხვალ აუცილებლად გეტყვით. ეს ფისოც იყიდება ვიტრინაში ისეზის. ძალიან ბევრი მაღაზია დაიხურა, ძალიან ბევრი ახალი გაიხსნა. ვარნაკარის სხვათა შორის აი აქ არის ბარგის დასატოვებელი სივრცე. თუ ადრე გექნებათ ჩეკ-აუთი, მაგალითად შეგიძლიათ რაღაც მინიმალური თანხა, თორჭდები არ არის ძალიან მაღალი ფასი, საათობრივად არის და დატოვებთ აქ. ჩემი აზრით ძალიან საჭირო ინფორმაცია გითხარით ახლა და არაფრის. შემთხვევით მარკ სპენსერში ამოყავი თავი.
რაღაც ჩარვალი მომეწონა გარედან ძალიან და ეხლა ვნახავ. ძალიან ქათქათა თეთრია, თორე ესეთი ნაჭრი შარვალი მინდა ნამდვილად. როგორი ტრენდული არის ახლა სტანფორდის დიდი სათვალეები, აი არ ვიცი რა. მაგრამ ჩემი არ არის და ალბათ ვერასოდეს ვერ გავიკეთებ. ვირთვით ხინკლები ძალიან კარგი იყო, ძალიან მომეწონა. ეხლა დავჯექი ისევ ჩემს ლეპტოპთან. ხვალ მაქვს ბოლო დღე, დედლაინი არის. დედლაინი არ არის პრინციპში უბრალოდ იქით კვირაში უკვე ჩამოდის ჩემი უფროსი იაპონიიდან და შესაბამისად ყველაფერი უნდა იყოს მზად და ჯერ არ არის ყველაფერი მზად. და არ მგონია რომ ხვალაც იყოს. ამიტომ სავარდოდ შაბათი კვირასაც ცოტა უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ ეს სამი კვირა ისე მალე გავიდა და იმდენად გამეპარა დრო, რომ დროის მენეჯმენტში დიდი კარგად ვერ გავართვი თავი. ანუ 70% გაკეთებული მაქვს, ვეცდები რომ 80%-მდეც ავეყვანო და დანარჩენს რო ჩამოვა, ალბათ მე გავაკეთებ. ცოტა გული დამწყდა ესე რომ გამოვიდა, მაგრამ რა ვქნათ, ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც გეგმავთ ხოლმე. ეხლა ცოტას ვიმუშავებ. Severance-ის ყურება დავასრულე 1-2 კვირის წინ და მინდა რომ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები. ძალიან მომეწონა, ძალიან იგრძნობა ის რომ არის Apple-ის სერიალი, ძალიან clean რაღაცნაირი სერიალია რა, ძალიან კარგად გადაღებული. პლუს ამას storyline-იც ძალიან მომეწონა. ანუ იმდენად სასწაული სცენარი არის, რომ აი არ ვიცი. მეორე სეზონიც არ გააფუჭეს, ძალიან კარგად დაიწყო და ძალიან კარგად დამთავრდა. 7 სერია და თუ არ ვწდები და მე მგონი აპრილში გამოვა დანარჩენი. ხო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ რა ნახევარი დევს. ამიტომ ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ და ვინც უკვე უყურეთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი, თქვენც ეგრე მოგეწონათ თუ არა. მინდა რომ გამოგიტყდეთ რაღაცაში და ჯობია რომ ფარდავხადოთ ამ ყველაფერს და არ მოვიტყუო და სუფთად დავიწყო ურთიერთობა. კაიროს ბოდო. ხო ყველას გვაქვს ჩვენი guilty pleasure ეგრეთ წოდებული, რომელიც მარტო ჩვენ ვიცით. და მე ვაპირებ რომ ეხლა გაგიზიაროთ, რომ მარტო მე არ მომკლას ამის მცოდვა. და ყველამ გავიკოთ. მზად ხართ? ეს არის თურქული სერიალები. ჩემი სისუსტე. რამოდენიმე თვის წინ არ დავასახელებ ჩემს დაქალს, ვინც მირჩია, მაგრამ კი ჩემმა დაქალმა დამღუპა ამ ჭაობში, ჩამადგმევინა ფეხი და ვეღარ ამოვედი კი არა, უფრო და უფრო ჩავედი. პირველ სერიალს ვუყურე დაახლოებით თვენახევარში და ძალიან დიდი სერიალი იყო, ძალიან დიდი და თვენახევარი საკმაოდ ცოტა დრო არის. და რამოდენიმე დღის წინ დავიწყე, 1 კვირის წინ დავიწყე კიდევ ახალი სერიალი და უკვე 80 სერიას ვუყურე. არ ვიტყვი რამდენ ხნიანი არის, იმიტომ რომ ძალიან გავიყიდები ამით. ანუ სულ ვუყურებ. სამსახურში იმუშაობის დროს პატარა ფანჯარაში მაქვს გამოტანილი და ნუ სულ ჩართული არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად გეტყვით ახლა რა მომწონს ყველაზე მეტად თურქულ სერიალებში. არ არის დაძაბული, ყოველ შემთხვევაში მე ახლა არც ვუყურებ, კომედიაც კი არის. არ არის ძალიან დრამა, შესაბამისად ტვინი ისვენებს, დიდად არ ვუსმენ ხოლმე და როგორც მუსიკა ისე არის გაშვებული და ეხლა საერთოდ ვისვენებ და არის რელაქსის ერთ-ერთი საშუალება. კი, სცენარი ძალიან ბანალური არის და ბევრი მინუსია, მაგრამ რაღაც კარგსაც გვაძლევს, თუნდაც იმას, რომ ვისვენებთ, თუნდაც იმას, რომ ვიცინით, იმიტომ რომ ძალიან სასაცილო არის მაგალითად სერიალი. სახელებს გაგიზიარებთ, თუ დაგაინტერესებთ, არა პრინციპში უკვე გაგიზიარებთ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა არ დამეწეროთ guilty pleasure-ი. ვიცი, იქნება არ გინდათ რომ გამოაშკარავოთ უყურებთ, ამიტომ მე გეტყვით. პირველი სერიალი, რასაც უყურეთ თვენახევარში, ეს არის სიმარო და ითარგმნება თუ არ ვცდები რუსულად, მე რუსულად ვუყურე. ფირით და სეირანი თამაშობს. ცოტა შორის ძალიან ცნობილი სერიალი არის, აი ძალიან, იმიტომ რომ რო გადავედი ამ მსახიობებთან, იცით რაზე მივხვდი, ჩემი მეგობრებიც რო უყურებენ, follower-ებში ეწერა სახელი გვარები და ყველა ვიცი ვინ უყურებს თურქულებს. მაგ following-ებმა გაგყიდათ მეგობრებო.
და ძალიან ბევრ ქვეყანაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს კონკრეტული სერიალები და როგორც ვიცი, ზოგადად თურქული სერიალებიც ასევე. ხო და ამ სეირანს ძალიან ცნობილი მსახიობი არის თურქი, რაღაც 15 მილიონი გამომწერი ყავს ინსტაგრამში თუ რაღაც, ანუ წარმოიდგინეთ და ყველა ქვეყანაში თავისი რაღაც ფანბეისი ყავს და მოკლედ, არ ვიცი, მართლა საოცარი გოგო არის, ბიჭიც არანაკლებს. ამ ბოლო დროს ახლა კიდე გამოდის ეს სერიალი, რა მთავრდება ახლა დღე-დღეზე და ამ ბოლო დროს ბიჭი ჯობია. მოდი გადავიდეთ მეორე სერიალზე. ჩემი მეორე თურქული სერიალი, რომელიც არის და ჩავხედავ. ეს სერიალი გახლავთ, ანუ რუსულად ვუყურებ, შესაბამისად არის პასტუჩის მაიო დვერი და კაკუნე ჩემს კარს. ორა კრინჯობა. და ყოველთვის ცდილობ სერიალი ინგლისურად როგორ არის, ანუ Love is in the air. რა შუაში არის და კაკუნე ჩემს კარს. ანუ თარგმანი სასწაული. და ეს უფრო ისეთი არის რა, ცოტა გასართობის, ცოტა დამთრგუნველი პრობლემები და დიდად ვერ ვისვენებდი და ამის დროს კარგად ვისვენებ. არ ვიცი, რატო გადავწყვეტე ამდენი ხანი მესაუბრა თურქულ სერიალებზე და რატო გიყვებით, მაგრამ იცოდეთ მაინც, იცოდეთ ვინ ვარ. შეგიძლიათ unsubscribe გამიკეთოთ. კაი, მაგის გამო არ გამიკეთოთ unsubscribe, მოდი, მაგრამ უბრალოდ ეს ვარ, რაც ვარ. შემდეგ თურქულ სერიალს სავარაუდოდ არ დავიწყებ. ძალიან ვცდილობ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ჭაობია, მართლა უტოპია არის. ვეღარ ანებებ თავს. 4 სერიას თუ უყურებ, მერე უკვე ვეღარ დაანებებ. ტყუილია. ძალიან გამიხარდება თუ გამოჩნდებით კომენტარებში ვინ ხართ თურქულ სერიალების მოყვარული. ჩემი აზრით არ ტეხავს ისე როგორც ხალხს გონია და როგორც გვაქვს მიღებული სოციუმში საერთოდ არ არის ერთხელი. ამიტომ ეს არის. წავედი ახლა ცოტა ვიმუშაობ და თან ჩემს პატარა ფანჯარაში მელოდება ჩემი სერიალი.